დღეს ახლა ორი სახარება წავიკითხეთ. ერთიდან გვესმა მათეს სახარებისგან, რომ მაცხოვარმა როცა შეიტყო, რომ იოანე ნათლისმცემელი შეიპყრეს და ჩასვეს საპყრობილეში, გაერიდა განსასწელს და იუდეიდან გადავიდა გალილეაში. და დაიწყო რა ქადაგება, პირველი ქადაგება მისი იყო ის, რასაც ამბობდა ნათლისმცემელი. შეინანეთ მოახლებულ არს სასუფეველი ცათა. მეორე სახარებიდან კი გვესმა ადგილი, როდესაც მაცხოვარი უახლოვდებოდა ერთ ქალაქს, იქ იყო ბრმა და ამ ბრმა მიკითხა, რა ხდებაო? და როცა უთხრეს, რომ იესო ქრისტე მოდიოდა, დაიწყო ღაღადება. უფალო იესო, ძეო დავითისო, შემიწყალე მე. ხალხი აჩუმებდნენ, ეუბნებოდნენ გაჩუმდიო. მაგრამ ეს უფრო ხმამაღლა იძახდა თავის სათხოვარს, მაცხოვარმა მოუწოდა და კითხა, რა გინდაო, რა გაგიკეთო? და როდესაც ამ ადამიანმა უთხრა, რომ თვალების ახილვა უნდა და მაცხოვარმა აღუხილა თვალი. და უთხრა, რომ სარწმუნოებით მიიღო ეს კურნება. ამიტომ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, განსასწელს უნდა მოვერიდოთ. მაგრამ თუ განსასწელში ჩავარდით, განსასწელი უნდა მოვითფინოთ. ამისი მაგალითიც მოგცა მაცხოვარმა. და მეორე, როცა რამე გვჭირდება, როცა რამე გვიჭირს, უნდა ღმერთს ვევედროთ. ნახეთ, ეს კაცი ამბობდა, უფალო იესო, ძეო დავითისო, შემიწყალე მე. დავითის ზეთ აღიარებდა და ითხოვდა შეწყალებას და მიიღო. ჩვენ იესო ქრისტეს ვაღიარებთ, რომ არის ძე ღვთისა. ნახეთ, ლოცვას როგორ ვამბობთ, უფალო იესო ქრისტე, ძე ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი. ჩვენც მივიღებთ სათხოვარს, ოღონდ აუცილებელია ჩვენ ლოცვას თან ახლდეს რწმენა, რომ სარწმუნოებით გამიკურნოთ. ეხლა ამ საკითხებიდან, რომელიც ჩამოვთვალეთ, რომ აუცილებელია განსასწელს თუ შესაძლებელია მოერიდო. თუ განსასწელში აღმოჩნდი, უნდა დაითმინო და რომ უნდა ვილოცოთ, ერთ-ერთს გამოვარჩევთ, კერძოდ მოთმინებას. და ამაზე პატარა საკითხავს აგიკითხავთ მამების მიერ თქმულს. ღვთივ სულიერნო შვილნო ეკლესიისანო, უფალი ჩვენ იესო ქრისტე ბრძანებს, მოთმინებითა თქვენითა მოიპოვნეთ სუნი თქვენი. საყვარელნო თვით თავადმან მაცხოვარმან ჩვენმან მოთმინება დიდი აჩვენა, ჯვარსა ზედარა დამოეკიდა ხორცითა, ვითარცა იტყვის იაკობ ძმა უფლისა. აჰა ესე რა ვნატრით მოთმინებათა მათ, მოთმინება იობისი გასმიეს და აღსასრული უფლისა იესოსი იხილეთ. და მოთმინებასა ზედა ჩვენსა ძმანო, ღმერთი იდიდების, ანგელოსნი იხარებენ და ეშმაკნი იდევნებიან და იტანჯებიან. ანუ თუ კაცი ითმენს განსასწელს, იდიდება ღმერთი. ანგელოზები ხარობენ და ეშმაკები განიდევნებიან. რამე თუ იყო ვინმე ღვთისმოყვარე და წმინდათა კაცთა ფრიად მოსურნე და მსასოებელი დიდებული მთავარი, რომელსა ესვა ასული ეშმაკეული და თქვა თავსა შორისთვისა ვითარმეთ. არავის ზალუს კურნება ასულისა ჩემისა ეშმაკისაგან, თვინიერ წმინდათა მონოზონთა. და უკვე თუ ვევედრო მათ, არა თავს იდებენ სასაულისა საქმესა სიმდაბლით. გარნა ესრეთ ყო, ოდეს მოვიდნენ ქალაქად, განსყიდად ხელსაქმისა მათისა. მაშინ ვევედრო მათ ლოცვისა ყოფა და მრწამს ღმრთისა, რომელმათ წმინდითა ლოცვითა განიკურნოს ასული ჩემი. ანუ ნახეთ რას ფიქრობდა?
ჩემას უსს ვერავინ ვერ განკურნებსო. ეშმაკეულიაო, ერთადერთი წმინდა ადამიანების ლოცვის იმედი მაქვს. მაგრამ ისინიო რო უთხრაო, რომ მოდი ჩემი ასულიისთვის ილოცეთო, რო განიკურნოს, არ მოვლენო. თავდაბლობის გამო არ წარმოაჩენენო, რომ მათ ილოცეს და განიკურნა. დღეს ხანდახან გაიგებთ ხოლმე, რომ ეს კაცი ამას კურნავს ლოცვით, ის კაცი ამას კურნავს ლოცვით, იქ არ წახვიდეთ, გატყუებენ. ვინც კურნავს, ის იმალება. ნახეთ, წმინდა ადამიანები არ ილოცებენ ჩემი შვილისთვის, რომ არ გავიგორო დიდ სიწმინდეს მიაღწიესო. და ამიტომ იცით რას მოვიფიქრებო? რო ჩამოვლენო ქალაქშიო და გაყიდიანო თავის ნახელავსო. სახში მოვიწვეო და რო ნახავენ ჩემს სულს, თვითონ ილოცებენ და განიკურნება ჩემი ასულიო. აი ესეთი დიდი რწმენა ქონდა ამ თავადს. თვითონ ეს ამბავი მისი ესეთი აზროვნება მეტყველებს, რომ ძალიან წარმატებული იყო თვითონაც სულიერ ცხოვრებაში ეს დიდებული კაცი. დაიხილა მონოზონი ვინმე, რომელი განსყიდა სფირიდებსა. სფირიდი არის გოდორი იგივე. და რქვა მას მთავარმან ღვთისმოყვარემან. მამაო პატიოსანო რაოდენისა მისემ. ხოლო მან მიუგო ესეოდენის უფალო ჩემო. და რქვა მთავარმან მოვეც სახსა ჩემსა და მიიღე ფასი მაგისი ღმერთშემოსილო მამაო. და ვითარცა მივიდა სახსამის თავრისასა, გამოვიდა ასული იგი მისი ეშმაკეული და სალ ყვირმილსა მის ბერისასა. ხოლო წმინდამან ბერმან მოითმინა კეთილითა გონებითა და მცნებისაებ უფრისა მიუპყრა მას ერთ კერძოცა. მაშინ ხმახო ეშმაკმან, ჰოი იძულებაღა ესე, რამე თუ მცნება იესო ქრისტესი გამდევნის მე და განიკურნა ასული იგი მისი მიერიდან და ადიდებდა ღმერთსა. ახეთ რა მოხდა? რომ მივიდა ეს ბერი იმ ოჯახში, გამოვიდა ეს ეშმაკეული ქალი და გაულაწუნა. ბერმა მეორე ლოყას მიუპყრა, როგორც ახარებაში წერია. და მოხდა სასაული. ეშმაკმა დაიყვირა უფლის მცნება გამდევნისო და განეშორა ამ გოგოს და განიკურნა ეს ადამიანი. ამისთვის გლოცავ და გევედრებით ქრისტეს მიერ საყვარელო. ჩვენცა დავიმარხნეთ მცნება იესოსი და მოვიგოთ მოთმინება, რომელი აცხოვნებს სულსა ჩვენსა და მობაძავ ყოფს ქრისტესა. ვით არ იგი იტყვის მოციქული, მობაძავ ჩემ დაიყვენით, ვით არცა მე ქრისტესი. მოვითმინო ძმანო, შიმშილი, წყურვილი, სიშიშვლე სახელისათვის ქრისტესა და უკვე თუ ვინმე ყვირვილის აქვს, მიუპყრათ მას ერთ კერძოცა, სიმდაბლით. და ოდეს განსასწრელი რაიმე ან უსნეულება, გინა შეურაცხება მოიწიოს ჩვენზე და ყოველივე მადლითა ღმრთისათა მოვითმინოთ, რათა ვცხონდეთ სულითა ვითარცა ბრძანებს უფალი, რომელმან დაითრმინოს სრულიად იგი ცხონდეს. ხოლო ესი არ სრული მოთმინება საყვარელო, რაჟამს გვაგინოს ვინმე, გინა შეგვაწუხოს საქმით, ანუ სიტყვით და ჩვენ ძალ გვედვას ნაცვალისა მიგებაი
და არა მიუგოთ. არამედ მოვითმინოთ, კეთილიცა უყოთ და ულოცოთ. მაშინ ვიქმნებით შვილ მამისა ჩვენისა ზეცათასა, ვითარცა იგი თავად იტკბილარს, უმადლოთათათვისა და უკეთურთა. ეხლა ეს ადგილიც რაღაცნაირად გავმარტოთ, რომ კარგად დაგვამახსოვდეს. რა ყოფილა ნამდვილი მოთმინება? აი, ვინმე გაგინა, შეურაცხყოფა მოგაყენა. შეგიძლია რომ პასუხი გამოთხოვ. ამას შეძლებ, მაგრამ ქრისტეს სიყვარულის გამო არ მოთხოვ. კეთილს უყოფ და ილოცებ. აი ეს არის ნამდვილი მოთმინება. და ამას რო დაინახავს უფალი, ღვთის ასუფეველს მოგცემს. ნახეთ როგორი სიტყვებია, ღმერთის ძე გახდებიო, ღმერთის შვილი გახდებიო. რადგან თვითონ მამა ღმერთი კეთილს უყოფს უკეთურებსაც და უმადლოსაც. ანუ ჩვენ თუ ამ ცნებას აღვასრულებთ, დავამსგავსებით თვითონ ღმერთს. ნუ იტყვი ძმაო, თუ უკვე თუ ესრეთ მოვითმინო, კაცნი უღონობასა დამწამებენ. არ იფიქრო, რომ ვინმე იტყვის უღონო ხარო. არამედ გულისხმაყავს საყვარელო. რამე თუ მოთმინებასა შენსა ღმერთი შეიწირავს. ანგელოზნი გვირგვინსა გაგიმზადებენ და კაცნი ბრძენი გაქებენ და გადიდებენ და უსწავლენიცა საქმით იხილავენ მოთმინებასა შენსა და მობაძავს ათნოებისა შენისა იქმნებიან. ჰეგევედრებით ქრისტეს მოყვარენო, მოვიგოთ ყოველსა შინა მოთმინებაი, რათა აქაც მშვიდობი და კეთილა წარვლო ცხოვრება ჩვენი და მუნ სასუფეველისა ღირს ვიქმნეთ და სანატრელისა იობისა თანა მოთმინებისა გვირგვინითა ვიხარებდეთ მადლითა და კაცმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება თანა მამით და სულიწმინდით ურთასთა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. ანუ ნახეთ, აი ამ განსასწრებლებშიც რაც გვაქვს, თუ ქრისტიანები მოვითმენთ, თუ ჩვენ იმათ სიძულვილს არ დავახვედრებთ, გავიმარჯვებთ. ღმერთი დააფასებს ჩვენ შრომას, ანგელოზები გაიხარებენ, ყველა გონიერი კაცი შეგვაქებს, უსწავლელი შენ მოთმინებასო დაინახავს, მოგბაძავს და ასე დაიდგა გვირგვინს. იობთან ერთად იქნებიო. ჩვენ კიდე საპირისპიროს ვაკეთებთ. ვინმე რამეს რო გვეტყვის, ოდნავ რაღაცა თუ გვაწყენინა, იმ წამში გავიწყდება, რომ ქრისტიანები ვართ. და ვიწყებთ თელ ამბავს. აი გდელი რაღაცას ელემენტარულს გეუნება, შეგეშალა. და განა იმას გაიგებ, რომ შეგეშალა დაგიხსნეს. მეჩხუბაო. თუ კი არ გეჩხუბა, გითხრა რა შეცდომაში ხარ. გააკეთე. შვილებთან ხშირად არ გამოგდის ხოლმე, ჭკუას ვარ იგებთ, არ გვიჯერებენ, მერე ვეჩხუბებით, მერე ჩვენზე ბოროტდებიან. და ცოტა დრო რო გადის, მერე ჩვენგან უცხოები ხდებიან, რაღაცებს გვიმალავენ და დადიან ისეთ ადამიანებთან, სადაც უკეთურება სწავლობენ. აი შვილს ერთხელ უთხარი ვერ გაიგო. ორჯერ უთხარი ვერ გაიგო. ნერვიულობ, ხომ შობელი ხარ. აი ბრმა ადამიანისავი დაიწყე ლოცვა. უფალო იესო ქრისტე შემიწყალე მე და იგულისხმე შენი შვილი. იმას თუ თვალისშინი დაუბრუნა უფალმა, შენ თუ რწმენით შეევედრები, შენ შვილსაც ხო გამოასწორებს. და ჩვენი შვილებისთვის ის კი უნდა ვედროთ ღმერთს, რომ კარგად იყოსო. უნდა ვევედროთ, რომ ღმერთმა რწმენა მისცეს ჩვენ შვილებს. სიმდაბლე მისცეს ჩვენ შვილებს. მოთმინება მისცეს ჩვენ შვილებს. დააკვირდით ახალგაზრდობას. ჯერ ჩვენაში მოთმინება შეგვიძლია, თითქმის არაფერი და იმათ საერთოდ არაფერი არ შეუძლიათ. პირდაპირ
შეტევაზე გადადიან, რამეს უეტყვიან და ვთხოვოთ ღმერთს, რომ მისცეს მოთმინება ჩვენ შვილებს. ნახეთ, მოთმინება გადაარჩენს. ვთხოვოთ, რომ წმენა გქონდეთ. სინანული გქონდეთ. მორჩილება გქონდეთ. მოთმინება გქონდეთ. ნუ ვევედრებით შვილებს ღმერთო ჯამთელი მიიღופე. ჯამთელობა არაფერი არ არის. ჯამთელობა მაინც გაქრება ბოლოს. ყველა გარდავიცვლებით. ის ხორცი, რომელსაც ფუფუნებთ, მატლები შეჭამენ. ის სული უკტავი დარჩება, რაც ჩვენ შვილს აქვს და რაც ჩვენ გვაქვს. და ხო ჯობია სულისთვის ვითხოვოთ. ჩვენ ხო არა ვართ წარმართები, რომლებიც მიწიერ რამეებს ითხოვენ. ღმერთმა მოგცეს ამის უნარი, რომ ჩვენც მოვითმინოთ. და ჩვენ შვილებსაც მოთმინების მაგალითი მივცეთ. უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ თავისი მადლითა და კაცმოყვარებით მოგცეს მოთმინების და ლოცვის ზალა. ამინ. ყოვლითა სულითა და ყოვლითა გონებითა ჩვენი თავს. ლევანჩიკ, ეს მე კიდე მომწ. ბოლოშიც.